გადავაჭარბეთ დაზუსტებულ პროგნოზსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა შარშანდელი წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს უკაცრავად. ჩვენი მიზნები არის კიდევ უფრო ამბიციური, კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. ამ გეგმასაც ასევე წელს გადაჭარბებით შევასრულებთ. დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, აქაც გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული. როგორ როწერეს დაარტყავენ, მიდიან და გამოდიან. იფიქრე კოცო. იფიქრე. კოც კი მოუწია ეღიარებინა, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ძვირია და ეს პრობლემაა. მაგრამ როგორც ამის აღიარება ემსახურებოდა პოპულისტურ მიზნებს, პრობლემის გადაჭრის გზების ვითომ ძიებაშიც არ წყვეტს მშიერ და ღარიბ ადამიანებს პროპაგანდა მოახვიოს თავს დიდებული ეკონომიკური პოლიტიკისა და შედეგების შესახებ, რომელიც საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე არ აისახება და რაც უნდა იამაყოს კობახიძემ მთავრობის სხდომიდან, ამით მოსახლეობის უმრავლესობისთვის არაფერი იცვლება. არც ორი თეთრით გაიაფებული კვერცხით იცვლება. აღნიშნული პრობლემის იდენტიფიცირება, სტრუქტურული პრობლემის იდენტიფიცირება შეუძლებელია ბიზნესთან საუბრის გარეშე. ამ კომისიის ფარგლებში ვისაუბროთ გახსნილად, დისკუსია გქონდეს ღია და ერთად იდენტიფიცირება გავუკეთოთ პრობლემებს, რომელიც ქმნის სტრუქტურულ პრობლემებს. რა პრობლემებია? ამის იდენტიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორი იდენტიფიცირება, იმიტომ რომ სწორედ ეს მოგცემს საშუალებას, რომ სწორი პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში ჩვენ შევძლოთ სწორი ანალიზის, სწორი ანალიტიკით საუკეთესო მექანიზმების ამოქმედება და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესთან ერთად მოვახდენთ მნიშვნელოვანი დისკუსიის ფარგლებში მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაწყვეტას. ამ მილიონერმა კაცმა პრობლემის იდენტიფიცირება იმდენჯერ ახსენა კომისიის სხდომაზე, შეიძლება ადამიანს ეფიქრა მართლა ხომ არ ცდილობს პრობლემის არსში გარკვევასო, მაგრამ ამ სხდომის მიმდინარეობამ მკაფიოდ გამოაჩინა კოცის მიზანი. ჭმუნვარე სახეებით მსხდომებმა დაიბარეს ბიზნესი, რომელსაც მანამდე იძულებით გააიაფებინეს კვერცხი და თან ამტკიცეს, რომ ბიზნესი ძალიან თავისუფალია და მათზე ზეწოლა არავის მოუხდენია. დატერორებული ბიზნესიც ჯერჯერობით სიჩუმეს ინარჩუნებს, თუმცა სიმართლე მაინც ვერ იმალება ხოლმე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ეხლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დარგს კონკრეტულად ჩემს საწარმოს ერთი კაპიკის გავიაფების კვერცხის საშუალება არ აქვს. თუ კი რამე იქნება კომპლექსური მიდგომა და კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში იქნება რაღაცა დაწევა, რა თქმა უნდა, თუ დაიწევს 18%, თუ დაიწევს 27%, რაც ესე იგი, ეს არის რა თქმა უნდა, 45% პრაქტიკულად ნახევარია ფასის, ხო? რა თქმა უნდა, კომისიასთან ერთად, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავჯდეთ და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მადლობთ. ამ ერთი კაცის ეს მოკლე რეპლიკა მთელი ბიზნესის ამოძახილია. აღიარება იმისა, რომ ის კვერცხიც ძალით გააიაფებინეს, რომელიც მხოლოდ პოპულისტური მიზნებისთვის გამოიყენეს და რეალურად არანაირი შვება ამით მოქალაქეს არ უგრძნია და გაფრთხილებაც, რომ მომავალში ფასების ასე ხელოვნურად დარეგულირება ვერ გაგრძელდება. კოცი როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობას არც გაზრდილ ფასებზე იღებს და ხელს მხოლოდ ბიზნესისკენ იშვერს. ბიზნესი კი კომპლექსურ მიდგომას ითხოვს და სახელმწიფოსგან გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს. საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო ესეთი საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და გაგანთავისუფლებთ დღგ-დან, მაგალითად. კვერცხს, ქათმის კვერცხს არ გავანთავისუფლებთ დღგ-დან, იმიტომ რომ დღგ შემოდის და სახელმწიფოს ეს ჭირდება. გასაგებია, რაზეა ლაპარაკი? ჭირდება სახელმწიფოს, ჯიბი არის, ქვეყანა პროექტებია დასაფინანსებელი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტიდან, მაგრამ ჩვენ თუ გარღვევა გვინდა, აი ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი. რაც შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, რიტეილ სექტორი მინდა ამასაც შევეხო.
ხომ არ გამიგრძელდა სიტყვა მე უბრალოდ ჩვენთვის საინტერესოა გასაგებია ეს DVG-ს ნაწილი გავიგეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის უცოდეთ სხვა პროცესები, რომელიც არის პრობლემური. რაც შეეხება კატამდა და კვერცხთან, კი აქ იყო ბევრი საუბარი, მთავრობას აქვს არგუმენტები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საუბარი გაგრძელდეს აგრარულ კომიტეტზე, ან სხვაგან ჩვენი ახლა მიზანი სერიოზული არგუმენტები აქვს მთავრობას, ახლა არ მინდა, იმიტომ რომ სხვაგან წავალთ. კვერცხს და კატამთან დაკავშირებით არ ვამაყროს სწორია თუ არა სწორი, მაგრამ ეს გაგრძელდეს სხვაგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად უნდა წარმართოთ ჩვენი სამუშაო პროცესი. ახლა ბატონი პაატას კონტექსტი მინდა გავაგრძელო და ვფიქრობ, რომ ამით ორიენტირს გავასწორებთ, იმიტომ რომ ცოტა ავსდით მე მგონი პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ახლა cashback-ით და DVG-ს საკითხით. ანუ პრობლემა სად არის? კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ჩავეთ. კონტექსტს ავწდითო, გადასახადის შემცირების და ბიუჯეტში ნაკლები ფულის შესვლის გაგონება არ უნდა ქონდეს. რაც აქამდე შევიდა, ხომ გაირკვა, რომ თურმე სულ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მოიპარეს, რაც აწიშება, მაგასაც მოუძებნიან სათავისო გამოყენებას. მშიერი ადამიანისთვის შეღავათის მიცემა, რომ უნდოდეთ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე, მაგას თავადაც კი მოახერხებდნენ. აქ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ გაირკვეს, რას დათმობს ბიზნესის შედეგისთვის, რომელ შედეგსაც მერე ოცნება მიიწერს, თუ ოდესმე დადგება. ქართული ოცნების წარმომადგენლების რეაქცია DVG-ს ქსენებაზე გვეუბნებოდა, რომ მათაც კარგად იციან, ყველაზე კარგად ესმით, რა არის აქ გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის დიფერენცირებული განაკვეთი DVG-ში და თუ თulis ქართული ოცნება, რომ და არანაირი კომისიური განხილვა მას არ ჭირდება, რომ მაგალითად კვერცხზე, ყურზე, კარაქზე და სხვა ტიპის პროდუქტზე არის მაღალი ფასი, მას შეუძლია ერთ დღეში ეს ფასი შეამციროს დაახლოებით 15%-ით როგორც მინიმუმ DVG-ს განაკვეთის შემცირებით. პარლამენტში თუ მოხდება საბოლოო ჯამში DVG-ს საკითხის გარკვევა. რაზე გეუბნებით, სწორად გამიგეთ რა. აქ არ არის ლაპარაკი, რომ თქვათ რაღაცა DVG-ზე მოგისმინეთ და აღარ გვინდა ამ ნაწილში მინდა აინტერესებს თქვენი პასუხი. ანტიდიბოდეში DVG-სთან დაკავშირებით საზოგადოებამ რომ არასწორად რომ არ აღიქვას. ეს არის გადასახადი, რომლითაც შემდგომში ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები, ინფრასტრუქტურა. ეს არ არის ისეთი გადასახადი, რომელზეც ესე მარტივად შეგვიძლია როგორც სახელმწიფომ, რადგან ამითი ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის და ამიტომ არ მინდა რომ რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია, ეს არ არის გადასახადი, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს არის გადასახადი, რომელიც ისევ მოქალაქეებთან მიდის. არ უნდა ადამიანს DVG-ზე ლაპარაკი ხომ ვერ დააძალებ. ნინომ ბაღებს ხმარდება ეგ ფულიო. ბაღებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილემ წაიღო სახლში, ეგ ამბავი იმედია ყველას გახსოვთ. ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მათივე გამოძიების მიხედვით ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების თვლა მე უკვე ამერია. აწირასაც გამოიძიებენ, ეგ ცალკე გვექნება დასათვლელი. ვინც უკვე დაჭერილია, მაგათი მილიონების თვლაზე ხსნილია. აი ვინც ჯერ კიდევ ოცნებაშია, მაგათ მილიონებზე მითითება ნინოს არ სიამოვნებს თურმე. ბოლშევიკმა ნაცებმა პოსტზე გამოაცხოს კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა? ამ ფასების კომისიაშიც მართლა უმრავლესობა მილიონერია. ალბათ ეგენი უფრო კარგად გაუგებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისე უჭირთ, რომ კვერცხის ორთეთრიანი გაიაფებით შვება უნდა იგრძნონ. კომისიის თავმჯდომარეს აგერ ერთ წელში საყიდლებზე თითქმის 9 მილიონი დაუხარჯავს. ცოლი ბევრად უფრო მოკრძალებულია. 276,822 ლარი იყო. აი 2025 წელს რომ გაიაფებულიყო კვერცხი, წლიურად ის 32 ლარით შეიძლება დაეზოგა და დამრგვალებული რიცხვი გამოვიდოდა. ჩვენ პარლამენტში წარუდგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აბსოლვის დაწესებას. იფიქრე კოცო. იფიქრე. საქმე ისე მიდის, ესენი მგონი სიღარიბის ნაცვლად ღარიბებს ებრძვიან. თუ ძვირიანი და ახალი მანქანის ფული არ გაქვს უმანქანო დიარეო, გამოაცხადა პრემიერად წოდებულმა. არხეინად არიან თავად. ფერარებს ეს რეფორმა არ შეეხება. ეს უკვე ფერარის ბრენდი ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან სასიამოვნოა, სასიხარულოა. ყველა ავტომოყვარულს მინდა მიულოცო. მე ძალიან გახარებული ვარ. დასულად იმისა, რომ მან უპასუხოს ღარიბი მოსახლეობის და გაჭირვებული მოსახლეობის პრობლემებს, ის არის ისრების
გადატანით დაკავებული თუ გადაშვერით თუ მიშვერებთ სხვაზე და კარგად გამოჩნდა, ხო? აი ეს კარგი кейსია, რომ ბიზნესისთვისაც უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესისთვის ჩემი აზრით კარგი მაგალითი, რომ თუ მოსახლეობა გახდა უკმაყოფილო ქართული ოცნებით, ქართული ოცნება პირდაპირ მიზანში ამოიღებს ქართულ ბიზნესს და გამოაცხადებს მას დამნაშავედ, დააბრალებს ყველაფერს და იძალადებს მასზე. ამიტომაც მე ესე ვიტყოდი რა და მზად იქნება მთლიანი ეკოსისტემა თუ მთლიანი საბაზრო მოდელი რაც აეწყო ქვეყანაში მოარყიოს, მოშალოს, ოღონდ არ აიღოს პასუხისგებლობა. შესაბამისად მე ესე ვიტყოდი რა ახლა რაც ჩანს ეს თავრობა ქართული ოცნების არც ღარიბი მოსახლეობისკენ არ არის და არც ბიზნესისკენ არ არის ის არის მხოლოდ ორიენტირებული იმაზე რომ თავისი შერყეული ლეგიტიმაცია რაღაც დონეზე შეინარჩუნოს ბიზნეს კი უქნევს თიც ეგრეთ წოდებული ხელისუფალი, როგორც გინდა ისე გააიაფე პროდუქტი, რომ მე პოპულისტურად გამოვიყენო. მაგრამ იმას რა ვუყოთ იუსტიციის სახლის მომსახურებაც რომ გაძვირდა, მაგალითად იმას ქორწინების და განქორწინების რეგისტრაციაზეც რომ გაიზარდა გადასახადი. ამ შემთხვევაში რა შვება სუსი, ვის დავაბრალოთ, სად უნდა შევიდეს, ვის დააძალოს გაიაფება. სუპერმარკეტებში რომ შევიდე, ჯერ მაგის შედეგიც არ გვინახავს და ახლა იუსტიციის სახლში ნუ შევშვებთ. პასებზე სამთავრობო PR კამპანიის შედეგი ჯერჯერობით ის არის რომ გაირკვა თურმე ბევრი მარკეტია თითო უბანში. აქაც როგორც ყველგან პრობლემას სულ სხვაგან ხედავენ. სხვადასხვა კვლევა სანდო აჩვენებს რომ ერთი ქვითრის ღირებულება საქართველოში მარკეტში არის 17 ლარი. და სტაბილურად ბოლო წლები როგორც მინიმუმ ეს თანხა არის. რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს იმას რომ ჩემთვის პირადად რომ როგორც წესი საქართველოში არ ხდება ასე ვთქვათ სხვილი შესყიდვების გაკეთება და მომარაგება სურსათის და შესაბამისად რა ქცევა აქვს მომხმარებელს ის იმ დღისთვის იმ საღამოსთვის იძენს პროდუქტს ძირითადად საკვებს ან სხვა ტიპის პროდუქტს ანუ არა აქვს ქართველ მომხმარებელს რესურსი, რომ მოიმარაგოს პირობითად პროდუქტი მთელი თვის. ქართველი მომხმარებელი არის ხშირ შემთხვევაში გაჭირვებული მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად არის დაკავებული სურსათის შეძენით. ეხლა რა შედეგი აქვს ამას? ეს ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ ასეთი მომხმარებელი დააკავოს ან მიიზიდოს საცალო ვაჭრობის ქსელმა ეს მომხმარებელი უნდა იყოს ასე ვთქვათ, ამ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ეს შენაძენი გააკეთოს პირობითად სამსახურიდან სახლამდე გზაზე. შესაბამისად, რა რეალობა მივიღეთ, რომ მე როგორც საცალო ვაჭრობის ქსელმა ასე ვთქვათ, მოვიზიდო ასეთი მომხმარებელი ის მარკეტი, სადაც ის იმ საღამოსთვის შეიძენს საკვებს, პირობითად მაგალითისთვის, უნდა იყოს მის სახლთან ახლოს. ამ რეალობამ მიგვიყვანა იქამდე რომ სუპერმარკეტები ეჯიბრებიან ერთმანეთს რომ ასეთი ტიპის მომხმარებელი დააკავო და ამან მოგვიყვანა იმ რეალობამდე რაც გვაქვს რომ მართლაც ყველა მიკროუბანში ხვდებით მრავალ სუპერმარკეტს რადგანაც მომხმარებელი არჩევს ისეთს რომელიც არის მის სახლთან ახლოს. კიდევ ერთი თემა, რომელზედაც ოცნების კომისია ბიზნეს გამოეკიდა კეშბექის სისტემა. მანკიერი პრაქტიკაა დაწერა ნინო წილოსანმა და კომისიის ხდომაზე DGG-ს შემცირების მოთხოვნაზე საპასუხოდ კეშბექის სისტემაზე დაარტყა ბიზნესს. საკიდფას როგორ აფორმირებს ქსელი, ანუ თქვენი თვითღირებულება, სადაც შედის თქვენი ფასი, სადაც შედის კეშბექი და რამდენს უმატებს, ანუ ფასნამატი რამდენი აქვს, თქვენ გექნებათ ეს დათვლილი. ქსელს დაახლოებით. ანუ თქვენ რამდენადაც ჩააბარეთ ხომ იცით და ქსელი გასაყიდად რამდენად დევს ესეც იცით. დაახლოებით იგივე ყველა კომპანიას ეს სხვადასხვა პოლიტიკა აქვს, ყველას არ აქვს ეს ფასნამატი, ზოგისთვის არის ეს კეშბექი მხოლოდ ის ჩვენი მისაწოდებელი ფასიდან შეიძლება იგივე ფასად დატოვოს, ზოგ კომპანიას აქვს რაღაცა ფასნამატი. ანუ კეშბექის გარდა ფასნამატს აღარ აკეთებს? ყველა კომპანია არა.
ანუ მოდი კვერცხის წარმოებლების ნაწილში ამოვწუროთ მაშინ, იმიტომ რომ შეიძლება ყველა პროდუქტის მიხედვით სხვადასხვა პრაქტიკა იყოს. ანუ თქვენ რამდენადად შეგაქვთ ფასი, ამ ფასში შედის cashback-ი და ამ ფასს არაფერს აღარ ამატებს ქსელი? არის რაღაცა კომპანიები, რომლებიც აღარ ამატებენ, არის კომპანიები, ყველას ერთ იგივე პოლიტიკა ხო არ აქვს. იქ სადაც გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ მომხმარებელი ეძებს ახლომდებარე სუპერმარკეტს და არ აქვს რესურსი იყიდოს ბევრი პროდუქტი, იმიტომ რომ არ აქვს ამის ფინანსური საშუალება, ის ეძებს ფასდაკლებულ პროდუქტს და შესაბამისად იმისთვის რომ სუპერმარკეტმა გაუწიოს კონკურენცია მეორე სუპერმარკეტს, ის იყენებს აი ამ რესურსს, რაც შეიქმნა cashback-ის სახით, რომ ფასდაკლებების საშუალებით მოიზიდოს კლიენტი. მაგალითად, ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ რაღაც კარაქს როგორც პროდუქტს, ხო? კარაქი ღირს პირობითად 15 ლარი. 200 გრამი კარაქი ღირს პირობითად 15 ლარი. ასეთ დროს შეიძლება პირობითად ავიღოთ თანხა შენატანი იყოს 12 ლარი, cashback-ი იყოს 4 ლარი და სინამდვილეში ესე ვთქვათ იმპორტიორი იღებს 8 ლარს და 7 ლარი რჩება საცალო ვაჭრობის ქსელს. ამ ფასნამატს რო უყურებთ მხოლოდ, ხედავთ სურათის ერთ ნაწილს. მეორე ნაწილი არის ის, რომ 15 ლარად მაღალი ალბათობა არის, რომ ვერ გაყიდოს მარკეტმა ის კარაქი. რატო? იმიტომ რომ მომხმარებელი ეძებს ფასდაკლებულ პროდუქტს. რა რესურსი აქვს სუპერმარკეტს აჯობოს კონკურენტს? ეს რესურსი არის შემდეგი. მას შეუძლია, რადგანაც მხოლოდ 8 ლარი უნდა გადაუხადოს იმპორტიორს, ფასი ჩამოწიოს პირობითად 9 ლარამდე, 10 ლარამდე, აჩვენოს რომ 15 ლარიანი კარაქი ღირს 10 ლარი, ამით მოიზიდოს მომხმარებელი და შესაბამისად ამით აჯობოს ერთმა ქსელმა მეორე ქსელს. ანუ ფაქტიურად ჩემი აზრით, აი ამ cashback-ის ინსტიტუტით და აი ამ თავდაპირველი ფასის ხელოვნური გაზრდით ვიღებთ რეალობას, რომ ამას იყენებს სხვადასხვა ქსელი აი ამ ბაზარზე, ასეთ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ ყველაფრის ფონზე კი ოცნების დაბალ თუ მაღალ ჩინოსნებს პრემიერის ქება აქვთ მთავარ თემად. როგორი მოზომილი, ფრთხილი და ლამაზია ირაკლი გამუდმებით მაგაზე ლაპარაკობენ. მადლობებს უხდიან. ნეტა მისი პატრონი რას ფიქრობს ამ მადლობებზე? ან თავად რას ფიქრობს იმაზე, ეგეთი კაცი ყველა რომ მადლობას უხდი და ახლა ციხეში რომ ზის. ყველაფერი ის, რასაც პრემიერ-მინისტრი თავისი, ვთქვათ, ხელმძღვანელობის ფარგლებში ახორციელებს, სრულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ის ძალიან ზრუნავს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებზე და მათ შორის დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც აი პირდაპირ პასუხობს მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფას. ძალიან ეროვნულია ის ღირებულებები, რომელიც დღეს სახელმწიფოში მართლობის ფარგლებში რეალურად ასახულია საქმეში, ისე როგორც პოლიტიკაში და ნამდვილად შემიძლია თქვა როგორც რიგითი მოქალაქე ამ შემთხვევაში, რომ ნამდვილად დიდი პატივია იყო ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გუნდის ერთ-ერთი წევრი. დღეს საქართველოს მთავრობას ყავს ხელმძღვანელი, რომელიც ერთდროულად ატარებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თვისებას, რაც ჭირდება ლიდერს დღეს საქართველოსთვის. ერთდროულად იყო გაბედულიც და ძალიან ფრთხილი, პრინციპული, იყო თავდაჯერებული და თან იმავდროულად თავმდაბალი, რა თქმა უნდა, გამორჩეულს ხდის ეს თვისებები ადამიანს და გამორჩეულ უნარებს აძლევს, რომ ის იყოს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამ აურზაურში ოცნება ეკონომიკით ბაქიბუქობის ფონზე აკადემიური სივრცის განადგურებასაც ასწრებს. ყველა სივრცე, სადაც შეიძლება თავისუფალი სიტყვა ისმოდეს, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, უნდა განადგურდეს. პარალელურად თბილის თავზე ირანის ფერებში განათებული ანზა დახურებს. სამაგეროდ კვერცხი არის
2 თეთრით იაფი. ნეტა რამდენი კვერცხი უნდა ჭამოს ადამიანმა საშუალოდ თვეში, რომ შეღავათი იგრძნოს. აბა ომი ხომ არ გინდათ, გარეჯიც ხომ საქართველოა, ევროპას ხომ არ გავათხოვებინებთ ქართველ კაცებს. ასეც კიდევ ბევრს მოიფიქრებს პროპაგანდა იქამდე, სანამ ამის ჯერა მოქალაქეების იმ მცირე ნაწილს, რომელსაც სუპის ფული ჯერ კიდევ აქვს.